გამარჯობა. თქვენ უყურებთ Excel 2007-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე ფუნქციები. დღეს განვიხილავთ რამოდენიმე მათგანს. ესენია: მნიშვნელობათა ჯამი, ფუნქცია sum, უდიდესი მნიშვნელობა, ფუნქცია maximum, უმცირესი მნიშვნელობა, ფუნქცია minimum, საშუალო არითმეტიკული, ფუნქცია average და რიცხვების რაოდენობა სხვადასხვა ტიპის ჩანაწერთა შორის, ფუნქცია count number. ფუნქცია sum. ჯამის დასათვლელი მზა ფორმულა, რომელსაც მოცემული ცხრილის მაგალითზე განვიხილავთ. ცხრილში მოცემულია ორი გუნდის მიერ 10 თამაშის განმავლობაში მიღებული ქულები. იმის გასარკვევად თითოეულმა თუ რამდენი ქულა დააგროვა, საბოლოოდ 10 ციფრის შეკრება მოგვიწევს. ფუნქცია sum გვაძლევს საშუალებას გამოთვლები სწრაფად და მარტივად შევასრულოთ. პირველ რიგში უნდა მოვნიშნოთ ის უჯრა, სადაც გვინდა რომ ჩაიწეროს საბოლოო შედეგი. ანუ აი ამ 10 უჯრაში ჩაწერილი მონაცემების ჯამი. მოვნიშნავთ უჯრას, ამ შემთხვევაში C15 უჯრას და ვიქცევით შემდეგნაირად. შევდივართ home menus, editing ჯგუფის ჩანართში auto sum. ჩამოშლით ამ ღილაკის გვერდზე პატარა სამკუთხედს და ვირჩევთ პირველივე ბრძანებას ფუნქციას sum. ამის შემდეგ მოვინიშნა დიაპაზონი. თუ ეს დიაპაზონი ჩვენ გვაკმაყოფილებს, ანუ გვინდა ამ დიაპაზონში არსებული ციფრების შეკრება, ამ შემთხვევაში ვაწვევით კლავიატურიდან კლავის Enter. ამ უჯრაში მივიღეთ ციფრი 55, რომელიც არის პირველი გუნდის მიერ მიღებული ჯამური ქულა 10 თამაშის შემდეგ. ანალოგიურად მოვიქცევით შემდეგი გუნდის შემთხვევაშიც მოვნიშნავთ უჯრას, რომელშიც მონაცემი უნდა ჩაიწეროს და ვიქცევით შემდეგნაირად. თუ დიაპაზონის შეცვლა გვინდა, მას შემდეგ რაც უჯრაში გამოჩნდება ფორმულა, მაუსის საშუალებით მოვნიშნავთ სასურველ დიაპაზონს და ამის შემდეგ ვაწვევით Enter-ს. აი მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა მხოლოდ 5 უჯრის ჯამი, მოვნიშნავთ მაუსის საშუალებით დიაპაზონს და შემდეგ დავაწვევით კლავის Enter. მოცემული ცხრილის მაგალითზე ჩვენ განვიხილავთ Excel-ის შემდეგ ფუნქციებს. ესენია ფუნქცია მაქსიმუმი, ფუნქცია მინიმუმი, საშუალო არითმეტიკული, ანუ ფუნქცია average და რიცხვების რაოდენობა სხვადასხვა ტიპის ჩანაწერთა შორის, ფუნქცია count numbers. მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. სულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა 20 მოსწავლე და თითოეულმა მიიღო ქულების გარკვეული რაოდენობა. აი ამ უჯრაში, I25 უჯრაში უნდა ჩავწეროთ მაქსიმალური ქულა, I26 უჯრაში უნდა ჩავწეროთ მინიმალური ქულა, I27 უჯრაში უნდა ჩავწეროთ მიღებული ქულებიდან საშუალო არითმეტიკული, ხოლო I28 უჯრაში ჩვენ უნდა ჩავწეროთ მოცემულ ცხრილში იმ უჯრების რაოდენობა, რომელშიც არის შეტანილი რიცხვითი მონაცემი. მას ასე. პირველად გავიგოთ მაქსიმალური ქულა მიღებული მოსწავლისა. მოვნიშნავთ უჯრას, სადაც მონაცემი უნდა დავაფიქსიროთ და ვიქცევით შემდეგნაირად. შევდივართ home menus, editing ჯგუფის ჩანართში auto sum, ჩამოვშლით და ვირჩევთ ფუნქციას maximum-ს. ამის შემდეგ მოვნიშნავთ დიაპაზონს, სადაც მიღებული ქულებია ჩაწერილი და კლავიატურიდან ვაწვევით კლავის Enter. ანუ ჩვენ მივიღეთ რიცხვი 61 და ყველაზე მაქსიმალური რიცხვი ამ დიაპაზონში ყოფილა 61. ანალოგიურად გავიგოთ მინიმალური ციფრი. მოვნიშნავთ უჯრას, შევდივართ home menus, editing ჯგუფის ჩანართში და ვირჩევთ მინიმალურ ფუნქციას minimum-ს. მოვნიშნავთ დიაპაზონს და ვაწვევით Enter-ს. 40 ქულა ეს არის ის მინიმალური ციფრი, რომელიც აი ამ დიაპაზონში წერია, რიცხვი 40.
ახლა გამოვთვალოთ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული. ანუ უნდა შევკრიბოთ ეს ქულები და გავყოთ მათ რაოდენობაზე. ასევე გამოვიყენებთ Excel-ის მზა ფუნქციას საშუალო არითმეტიკულს. average ფუნქციას. ვირჩევთ ფუნქცია average. მოვნიშნავთ ასევე დიაპაზონს და ვაწყობთ Enter-ს. მივიღეთ ასევე საშუალო არითმეტიკული. ეხლა კი გავიგოთ იმ უჯრების რაოდენობა, რომელშიც მხოლოდ რიცხვითი მონაცემებია ჩაწერილი. მოვნიშნოთ უჯრა, სადაც აღნიშნული მონაცემი უნდა ჩავწეროთ. შევდივართ Home Menus, Editing ჯგუფის ჩანართში და ვირჩევთ ფუნქციას Count Numbers. ამის შემდეგ მოვნიშნავთ დიაპაზონს, აი ამ შემთხვევაში მთლიანი ცხრილი მოვნიშნოთ და ვაწვევით კლავის Enter. Excel-ის დანარჩენ ფუნქციებს ჩვენ შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილავთ. მადლობა ყურადღებისთვის.